ვიმყოფებით გორში, სადაც გორის საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთი მორიგი სამარცხვინო ანტიქართული ჩვენი ეროვნული ღირსების და სულიერების შეურაცხყოფელი კომენტარი გააკეთა, რაც მას ძალიან კარგად ეხერხება. ეს არ არის პირველი ჯერი, როდესაც ბატონი რაზმაძე აკეთებს საქართველოს ქართველების, ჩვენი მეომრების, ამ ქვეყნის ისტორიის და ღირსების შემლახავ განცხადებას, მაგრამ რაზმაძე, გორში, კობახიძე, მდინარაძე, ზარქუა და სრულიად ქართული ოცნების ლიდერშიპი მუდმივად წლების განმავლობაში აკეთებს საქართველოს ეროვნული ღირსების, ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი მებრძოლების და ზოგადად ყველა ქართველის ღირსების და ისტორიული მახსოვრების შეურაცხყოფელ ღიად რუსულ განცხადებებს. ამიტომაც რაზმაძის ეს მორიგი განცხადება არის გაგრძელება იმ მავნებლური ანტიქართული სამარცხვინო რიტორიკისა, რასაც ჩვენ წლებია ყველანი ერთად სამწუხაროდ ვუყურებთ. რა თქმა უნდა, პასუხი არის ერთი, ჩვენ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რაზმაძისნაირი ადამიანები არ მართავდნენ არც საკრებულოებს, არც ქალაქებს და საერთოდ არაფერს ამ ქვეყანაში, რომ ღირსეული ადამიანები იყვნენ გორის მმართველობაში, სხვა ქალაქების მმართველობაში და ჩვენი ქვეყნის მმართველობაში და რასაკვირველია, უფრო მალე ვიდრე ამას მივახცევთ, ჩვენ აქ და ახლა დაუყოვნებლივ ბუნებრივია მოვითხოვთ და ვემხრობით რაზმაძის იმპიჩმენტს. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი ზომა, რომელიც ახლა უნდა იქნას მიღებული და ამ ზომას გააჩნია ძლიერი საქართველოს სრული მხარდაჭერა. ასე იგი, გამოვეხმაურები ნაციონალურ მოძრაობის იმ ტყუილებს, რასაც რამდენიმე საათია უკვე ვისმენთ, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე ჩვენი პარტია გახარია საქართველოსთვის იმპიჩმენტს არ უჭერს მხარს. ჩვენი პარტია ერთსრულოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით და თუ როდესაც დაიწყება უკვე პროცედურები, ჩვენ აუცილებლად დაუჭერთ მხარს იმპიჩმენტს. თუ ესაუბრეთ, ვინც გააკეთა განცხადება საკრებულოს წევრია, ის ამბობს, რომ ჯერ გაირკვეს რაზმაძის განცხადება, რომ არის თუ არა ცდომილება მის ნათქვამსა და თარგმანში და ამის შემდეგ გადაწყვეტ დაუჭერთ თუ არა მხარს. ნუ ეხლა ამ შემთხვევაში გასარკვევი აღარაფერია, თვითონაც უშუალოდ გააკეთა განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით და როგორც იცით, უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც სხვადასხვა არ არის. უერთნები ბატონ გრიგორს, უერთნები ბატონ შმაგეს, რომელმაც აღნიშნეს დღევანდელი ის ფაქტი, რასაც მართლა მოველოდი მასეთი ადამიანისგან, რაც მან აკადრა არა მარტო ქართველ ხალხს, აკადრა მებრძოლ ხალხს, რომელმაც სამშობლოსათვის სიცოცხლე არ დაიშურეს. ტკივილია ძალიან დიდი ტკივილი და დიახ, მას თუ ეყოფა ჯერ ვაჟკაცობა, თვითონ უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს. ქუდი დაიხუროს წავიდეს, იმიტომ რომ ქალაქში ცხოვრობს, ამ ქალაქში გამოსვლა დაჭირდება და არ მინდა ვიღაცამ ისაკადროს, რაც რითიც ღირსიც არის. და თუ არ და ბოლოს აგებძანა ბატონო შმაგი, რომ იმპიჩმენტი აუცილებლად მოხდება და უნდა წავიდეს. მსგავსი რამ უნდა მოხდეს მთლიან საქართველოს მასშტაბით. მე მოვუწოდებ ხმამაღლა ვეტერანებო სათხართ. ხმა მოიღეთ, ამაღლდით და თქვენი ღირსება დაიცავით, ღირსება დავიბრუნოთ. ის ღირსება, რომელიც მეომარს აქვს. ნუ გეშინიათ, დადექით ხალხის გვერდით, ხალხი თქვენ გვერდით არის. ასეთ ხალხი საქართველოში აღარ უნდა იყოს. დამთავრდა, როგორც ეს იშლება ეს შენობა, ასე უნდა ჩამოიშალოს და კიდევ ჩამოიშლება სულ ახლო მომავალში.